ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ახალციხეს ესტუმრნენ და 1992 წლის აგვისტოს თვეში აფხაზეთის ომში გარდაცვლილი პაატა ნათენაძის საფლავი და მისივე სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. როგორც მეცხრე არხთან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე განმარტავს, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მოსახსენიებლად ახალი მემორიალი მიმდინარე წელს ახალციხის ცენტრალურ პარკში დაიდგმება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ახალციხეში სტუმრობა და პაატა ნათენაძისათვის პატივის მიგება მისივე დაბადების დღეს გადაწყვიტეს. აფხაზეთის ომში ტრაგიკულად გარდაცვლის 12 ივლისს 62 წელი შეუსრულდებოდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონში ჩასვლასა და ომში დაღუპული მებრძოლებისათვის პატივის მიგებას გეგმავენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებთან ერთად ჩამოვიდა ახალციხეში იმისათვის, რომ მოენახულა ომში 92 წლის 14 აგვისტოს გმირულად დაღუპული პაატა ნათენაძის საფლავი. და ახალციხეში ქვასთან მივიტანეთ გვირგვინი, სადაც შემდგომში უნდა აღიმართოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ზოლებში დაღუპული ბიჭების მემორიალი. დღეს არის ცხონებული პაატა ნათენაძის დაბადების დღე, რომელიც პირველი დაიღუპა სოხუმის ომის დაწყებასთან ერთად და ჩამოვიდნენ მის თანამებრძოლები, ჩვენი დირექტორის მოადგილე. იმასთან დაკავშირებით, რომ მის საფლავზეც ვიყავით წინისში მემორიალზე და ახლა გადაწყვიტა ჩვენმა სამსახურმა ასეთი რამე, რომ ყველა დაღუპული გმირის საფლავზე სხვადასხვა დღესასწაულთან დაკავშირებით მივიდეთ.